მე მინდა რომ შემდეგი ჩვენ საიმუვისჯის ოთახში შარლოტა შემოვიხმო. შარლოტა თუ შეიძლება შემოგვიერთდი, შარლოტა, რომელიც ნახევრად ამერიკელია, ნახევრად ქართველი და თავისი country სტილის შესრულებით ძალიან მოხიბლა ჩვენი ჟიურის წევრები და თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შეკრებილი აუდიტორია და დარწმუნებული ვარ დღეს უკვე რუსთავი 2-ის მაყურებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ სრულიად საქართველოს, იმიტომ რომ სრულიად საქართველოს არის რუსთავი 2-ის მეგა პროექტის X Factor-ის მაყურებელი. შარლოტა, ქართულად ვისაუბროთ თუ ინგლისურად? ქართულად ვისაუბროთ. ქართლადაც არაჩვეულებრივად საუბრობ, მე მინდა კომპლიმენტი გაგიკეთო და დღესაც ძალიან ამერიკულად და cool გამოიყურები. დიდი მადლობა. შარლოტა, შენი ჟანრობრივად შენი სტილია country, ანუ სულ country სტილში მღერი ხოლმე? country სტილში, უფრო აი folk სტილში, რაღაც აი მაგ სტილში, მაგ კონსტილში. ხო, country მიყვარს. რატო გადაწყვიტე ქართული ფაქტორში გამოსვლა? შეიძლება არ ჩანს, მაგრამ მე უფრო ქართველი ვარ ვიდრე ამერიკელი. ძალიან სასიამოვნოა. აქ გავიზარდე, აქ ყველაფერი რაც მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში, ეს არ ნიშნავს დედაჩემის ოჯახი არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ просто ჩემი მთელი ცხოვრება აქ არის და X Factor-იც ბარემ აქ მინდოდა ხო და. და ძალიან მიხარია რომ ქართული X Factor-ი აირჩია და ქართულ მაყურებელს გაეცანი და ქართული მაყურებელი მოხიბლა შენი ძალიან განსხვავებული ნამღერით და ვოკალით. მინდა რომ ჩემი კომპლიმენტებიც გითხრა, ძალიან მომეწონა შენი ნამღერი, მიუხედავად იმისა რომ country სტილი არ არის დიდად ჩემი ჟანრი, მაგრამ შენი ნამღერი განსაკუთრებით მომეწონა. მე მინდა გითხო ჟიურის წევრებიდან ყველაზე მეტად აი ვისი შეფასების გეშინოდა ან გაინტერესებდა რას გეტყოდა. იმიტომ რომ ჩვენ ორი ძალიან კრიტიკული ჟიურის წევრი ყავს. სიმენს გითხრა, ძალიან მაინტერესებდა ისა გაბუნიაზე რაღაცები გამიგია. ლეგენდები დადის ძალიან ლეგენდები დადის ნამდვილად. და მაგის არ ველოდებოდი. აი მე და გაბუნია, მე და გაბუნია რაღაც მე მართლა. მოულოდნელი იყო ანუ შენთვის. ხო და ოღონ ნინას კი მაინტერესებდა თან, იმიტომ რომ ვიცი მაგის სტილი სულ სხვანაირი არის. და საინტერესო არის, რომ ეგ სიმღერა რომ მოსწონს, ეგეც მომეწონა და რა ვიცი, მაგორ ჟიურის მაინტერესებდა ძალიან. მე პირადად მე მომეჩვენა რომ ძალიან პროფესიულად მღეროდი. ანუ საერთოდ არ იყო ეს რაღაც კონკურსის მონაწილის ნამღერს არ გავდა. ჩავთვალე რომ რაღაც პროფესიონალი მომღერალის კონცერტზე ვიყავი. სად მიიღე მუსიკალური განათლება? ჩემ ოთახში. თვითნასწავლი ხარ ანუ? სავერცხლით. როგორც ყველა ბავშვის ცხოვრებაში სავარცხელი მიკროფონის ფუნქციას ასრულებს, სარკეში იყურებ და თვითნასწავლი ხარ, ასე კარგად მღერი, შენით ისწავლე ეს ყველაფერი. რამოდენიმე აი ერთი-ორი გაკვეთილი, მაგრამ ძირითადად თვითნასწავლი ხარ. მე მინდა რომ ჩემი აღფრთოვანება გამოვხატე უკვე და მაყურებლის აღფრთოვანებაც მინდა მოვასმენინოთ შარლოტას. მაყურებლის აღფრთოვანებით მოსმენამდე პირდაპირ კითხოთ დაგშვებ ვინმე გურამ ბერიძე გეკითხება სადაპირებ კარიერის დაგრძელებას და შენ საყვარელი შემსრულებელი რომელია და რომელი სიმღერა გიყვარს ყველაზე მეტად და ესენი აინტერესებთ? პირველი ნაწილი შეგია გაიმეორე. კარიერას სად გინდა რომ გააგრძელო შენი კარიერა? ნუ კარიერა როცა დამეწყება 5 წელში დაახლოებით მინდა საქართველოში დაბრუნდე. მაგრამ უნივერსიტეტისთვის ამერიკაში მივდივარ, ჩავაბარე. სამომავლო პროფესია არჩეული გაქვს. კი, სამედიცინოში უნდა ჩავაბარე. მედსკულში ისწავლე ანუ. მედსკულში. და განხრა რომ რას გინდა რომ ვის გინდა რომ უმკურნალო კი და რა ორგანოს გინდა რომ უმკურნალო? მინდა პედიატრი კი, ექიმი. ბავშვების ექიმი უნდა გახდე ესე. მაგრამ თითქმის ყველა ექიმი რომ გამოვიდა კაი ექიმი და ჩემი საყვარელი კურსელი, ჩემს ძალიან მომწონს. ბევრი აი ამ ეხლა ვინც გამოვიდა კურსელი. ბევრი მომწონს. მოდი, ნუ ჩავაგდებ თუ ხერხულ მდგომარეობაში და მითხარი, ნუ Taylor Swift არის ხოლმე ყველა საყვარელი მომღერალი, ვინც country სტილში. შენი არა. country სტილში არ არის. country სტილში აღარ არის, ადრე იყო. ეხლა pop სტილშია, მაგრამ მე მინდა დავემშვიდობო ჩვენს მაყურებელს. შენ კლავ